სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დროს. ამის შესახებ 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული. პედაგოგთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ზოგად საგანმანათლებლო სივრცეში სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება მნიშვნელოვნად გაზრდის ზოგადი განათლების ხარისხს და ამაღლებს სკოლის პრესტიჟს. მე ვთვლი საერთოდ რომ მნიშვნელოვანია გამოცდები სკოლაში და 14 წელს რომ ამირჩიე სკოლის დირექტორად ჩვენ სკოლაში შეიძლება ბევრმა არ იცის დავნიშნეთ ზეპირი გამოცდები. ჩვენ ყოველ წელს წლიური გამოცდა გვაქვს მე-7 კლასიდან დაწყებული მე-11 კლასის ჩათვლით 2-2 საგანი გვაქვს და ეს საგნები არ მეორდება მეორე მესამე წელს. ბავშვებმა უკვე ჩვეულებრივ შეგვაქვს წლიური გეგმაში ეს გამოცდები იციან მშობლებმა, იციან ბავშვებმა რა საგნებში ექნებათ გამოცდები და მასწავლებლები ამ საგნებში უფრო მეტად მუშაობენ და ბავშვებიც გამოცდა რო იციან უფრო მეტად მუშაობენ საგანში და იცით რა არის ეს ტესტებიც არა, მაგრამ რაღაცა ესეთი გამოკითხვები წერილობითი ბავშვებს ძალიან უჭირთ აზრის გამოთქმა. და ეს ზეპირი გამოცდა მე ვთვლი რომ ძალიან კარგია. საერთოდ გამოცდები ძალიან კარგია ბავშვის წლის ბოლოს. ეხლა ეს გამოცდები არ იქნება ყოველ წლის ბოლოს და არის საფეხურის გამოცდები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი სკოლა, ეხლა არ იმოქმედებს ალბათ, ჯერჯერობით არ იმოქმედებს. მე არ ვიცი როგორ იქნება წლიურ გამოცდაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის. ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, რომ ზუსტად იცოდნენ თავისი შვილი რა დონეზეა, რა ამა თუ იმ საგანში სად უჭირს, სად არ უჭირს და ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის, იმიტომ რომ რეიტინგი იდება. ვთვლი რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან ადამიანები ვართ და დავფიქრდეთ, როდესაც ჩვენ ვიცით რომ გარკვეული პასუხისმგებლობა გვაკისრია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. უფრო მეტი მონდომებით ვეკიდებით, ვასრულებთ და გავდივართ უკეთეს შედეგზე. შესაბამისად, ბავშვმა რომელმაც იცის, რომ გამოცდა არ უნდა ჩააბაროს და ისე გავა სკოლიდან, თითქოს მოტივაციაც ეკარგება, ნაკლებად შემოდის სკოლაშიც და ასე ვთქვათ, მოტივაცია დაკარგული ბავშვი კი რა თქმა უნდა პრობლემების გადალახვის წინაშე, როდესაც დადგება, ეს მის ცხოვრებას სასიკეთოდ არ წაადგება. ვთვლი რომ აუცილებელია გამოცდა. ბავშვი დამოუკიდებლად სწავლობს, როგორ გაართვას ამა თუ იმ პრობლემას თავი. ეს არის მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება. ნიშანი არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი. არა, აქ არის მთავარი ის ბრძოლა, რომელიც გამოცდამდე მიიყვანს და წარმატებით ჩააბარებინებს. ეს გადაწყვეტილება რომ გამოცდები იყოს სკოლაში და ატესტატის ნიშანს ძალა ჰქონდეს, არის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება და თავიდანვე მე ვფიქრობ ეს შეცდომა იყო, როდესაც განათლების სამინისტრომ ეს ფორმა შემოიღო. იმიტომ რომ ფაქტობრივად მოსწავლეები მხოლოდ და მხოლოდ აღიარებენ სამ საგანს, არის მათემატიკა, უცხო ენა და ქართული. და პირდაპირ ამბობენ რომ მე ამ საგანს არ ვაბარებ და რატო უნდა ვისწავლო. და ამიტომ არის რომ სწავლების ხარისხი დაბალია, არ არის მასებიდან გამომდინარე, ეს მოდის აი ამ დადგენილებიდან, ამ გადაწყვეტილებიდან ბავშვებს რომ ამისი საშუალება მიეცა. ამ გადაწყვეტილებით რომ ატესტატის ნიშანს ძალა ექნება და იმოქმედებს მისაღებ გამოცდებზე, მოყვება ის რომ გაიზრდება საგნების სწავლების ხარისხი, სკოლის ავტორიტეტი გაიზრდება. მასწავლებლის ავტორიტეტი გაიზრდება და პასუხისმგებლობა. მივიღებთ ჩვენ უფრო განათლებულ, უფრო მონდომებულ, უფრო პასუხისმგებლიან პიროვნებებს, რომლებიც სხვადასხვა სამსახურებში მერე წარმატებით იმოქმედებენ და იმუშავებენ. ფაქტი ხომ ერთია რა, ბავშვები, რომლებიც ეწყობიან, იმიტომ რომ დაბალი ქულებია, ბარიერი ძალიან დაბალია. არ ვიცოდი მე დღემდე 38 სასწავლებელი ყოფილა, უმაღლესი სასწავლებელი წელს ჩემმა შვილიშვილმა ჩააბარა და იქიდან გავიგე. ამდენ სასწავლებელს ამთავრებენ და ფაქტობრივად ჩვენ კვალიფიციური კადრი არ აქვს.
მომზადებელი კადრი გამოდის თუნდაც იქიდან, იმიტომ რომ სუსტი ნაკადი შედის უმაღლეს სასწავლებლებში და იქ ყველაფრის სწავლას ამას ვერ მოახერხებს უკვე. იყო ამაზე გადაცემებიც მაგალითად ილიას უნივერსიტეტის პროფესორებმა ისაუბრეს, რომ 2 წელი ფაქტობრივად დაკარგულია, იმდენად სუსტი კადრი შემოდის სტუდენტების სახით, რომ 2 წელი ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებამ უნდა გაზარდოს განათლების დონე, ხარისხი, მონდომება და სწორი გადაწყვეტილება პლუს კიდე. ეხლა ხო ყველას უნდა რომ უმაღლეს სასწავლებელი დაამთავროს. ერთმეორის მიბაძვით, ერთმეორის სურვილით, რა ვიცი როგორ ანაირად და ხედავთ რომ მე ვერ იყენებენ ამ თავიანთ ცოდნას. აუცილებელი არის ასეთი გადაწყვეტილებები მყარი იყოს, სწორი იყოს, მოვიდეს მოქმედებაში. მარტო ეს კანონი დაიწეროს, არა, მოქმედებაში მოვიდეს და გაიზარდოს, რა თქმა უნდა, განათლების სისტემის ავტორიტეტი და სკოლამ შეასრულოს ის ფუნქცია, რაც ნამდვილად უნდა ქონდეს.